ერთი რამე არის რა უბრალოდ აი მე მახსოვს მე მინდა რომ ასევე მადლობა უთხრა პირადად მინის შინაგან საქმეთა მინის გომელაურს რომელიც მართლაც აი პოლიცია სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებენ გამართულად მაგრამ ეს ყველაფერი არის მართლაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ვისაც ჩემი სიტყვები არ მოსწონს ამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ხო ბოდიში და ცივი წყალი დალიეთ რა და რაც გინდა თავშიც გვაიხალეთ რა თქვენ თუ გონიათ ეხლა ვიღაცა იდიოტი რაღაცას იტყვის იმას ავყვები ეხლა ვიღაცები რაღაცა მომაწოდეს ინფორმაციები ტვინგაყინული ადამიანების შესახებ რომ ვითომ რაღაცას მე მაკრიტიკებენ სუფეხებზე კიდია ბოდიში და ეხლა მე რო თქვა რეკლამა გამოვა ზოგიერთების გესმით და ეხლა ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო მართლაც აი ეხლა ამ სიტუაციაში ჩამოიშლებოდა ხელისუფლება იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ დიდ წნეხს ვერ გაუძლო ამ ქვეყანამ 90-იანებში 2003-ში მე ძალიან ბევრი პრეტენზიები მაქვს და ბევრი პრეტენზიები გამაჩნია და ხელისუფლების მიმართ წესით მე არ უნდა ვიყო ისეთი როგორიც ვარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი მომაყენეს ძალიან ბევრი დარტყმა მომაყენეს და არ ვიცი მე არც პრივილეგირებული არა ვარ მათი მხრიდან 1000 პროვოკაციები იყო და წესით შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ შენ როგორ ამ ხელისუფლებაზე როგორ იძახი მე ხელისუფლებას კი არ ვიცავ მე ქვეყანას ვიცავ. როდესაც შენ ქვეყნის პირველ პირებს, როდესაც ივანიშვილს დაასანქცირა ამერიკამ, როდესაც ჩამოგდებას აპირებენ, ამდღე დაბა ვის დაუჭირო მხარი მაინტერესებს. ზოგიერთი ტვინგაყინული გამოდის და იცით რა არის, ჩვენ დგავართ იქ იმაში იქ პარლამენტთან, იქ ნაცები კი არ არიან, არა სხვები არიან, კი და აი არჩევნები რო ჩატარდება, ნახეთ ეხლა ნაცები კი არ მოვლენ. არა, თქვენ მოხვალთ ეხლა რა. თქვენ მოხვალთ, თქვენ მოგიშვებთ ვინმე რა. Кто платит деньги, тот заказывает музыку. არა, მაინტერესებს ახლა ვინმეს გონია რომ აი თქვათ ეს ხელისუფლება რო შეიცვლება, ვინმე სხვა ძალას მოუშვებს დასავლეთი ხელისუფლებაში, თქვენ ეს გონიათ მართლა? ვინ მოვა და ნაცები მოვა და მისი სატელიტები. შეიძლება ნაცმოძრაობა არ ერქვას, მაგრამ ერქვას სხვა რაღაცა. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ სახელზე კი არა გართულება. ვინმე არცებთ ეროვნულ ძალას ესენი არ მოუშვებენ ხელისუფლებაში და გადაულიან მათ ვინც კიდე რაღაცა სახელმწიფოებრივი პოზიცია. ეხლა სამწუხაროდ გაუფასურდა სიტყვა ეროვნული პატრიოტული დაირქმევენ ბიჭო ამ რაღაც სახელებს ბატონოს ოსო და პირიქით ამისი საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ რა. ბევრი ადამიანი გაიყიდა, ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოხდა. შეიძლება შეიძლება არ მოგწონს ეს ხელისუფლება და მტრების გვერდით უნდა დავდგე მანდამაიც. ესე იგი ავდგე და მეც ესე იგი იმაში პარლამენტის შენობის წინ უნდა დავდგე და ნაც მოძრაობის ხარდამჭერების გვერდით ვიყო? ეს უნდა გავაკეთო თურმე, ხო? და კიდე ეროვნული ფასეულობები იწყება ეროვნული მოძრაობიდან და ზოგიერთმა ახლად გამოჩეკილმა ნაძირალამ მოირგო თავი რაღაცა პატრიოტულ ძალად ვითომ რაღაცა ბოდიში და მათ შემოიტანეს საქართველოში ეროვნული ფასეულობები. სად იყავით სააკაშვილის ხელისუფლება რო იყო გოგლი მოგჭამდის მე არ ვიცი დღეს ვიღაცები თავს იდებენ რაღაცაზე და შემძვრალი იყვნენ სოროში დასრული ადამიანები ერთი სიტყვა არ გამიგია სააკაშვილიზე მათ რამე ეთქვათ კაცო გაგიგიათ ეგეთი რამე? ბევრი გოგლი მოგჭამდა ხმას არ იღებდა საერთოდ რა. ბევრი დითი რამბებს უმღეროდა სააკაშვილი. დითი რამბებს კაი თავი დავანებოთ, მაგრამ მათ შეიძლება არა ბატონო სოსო შეიძლება დითი რამბებსაც არ უმღეროდა, მაგრამ სამოქალაქო პოზიციას არ აფიქსირებდა, გესმით? მე ვარ ესეთი, მე ვარ ისეთი, რაში გამოიხატება? მე უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდ პატივს ავცემ და აქედან გამომდინარე არ მინდა რომ გადაუარო და გადმოუარო ზოგიერთებს. იმიტომ რომ რაღაცა მქონდა მათთან ურთიერთობა. შეიძლება კაცო შენ თუ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მქონდა რაღაცა პოზიცია. დღეს გამოხვიდე და თქვა ის რომ ესე იგი იცით რა არისო ეს პროცესებიო რო წავიდესო და რაღაცა კარგი არისო და იქო გულწრფელი ახალგაზრდებით განანო გესმით თქვენ? ხო, გულწრფელი ახალგაზრდა ქვას არის. გულწრფელი ახალგაზრდები, მაინტერესებს იქ პარლამენტს რო წვავენ, იქ რო ბოდიში და სახელმწიფო ის არის გულწრფელი ახალგაზრდა. მათ გვერდით უნდა დადგეთ თქვენ? და მაინტერესებს რო შეიცვალოს ეს ხელისუფლება, თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში თუ რა? მილიონებს ღებულობდნენ კაცო და აივსდნენ ესე იგი მათხოვრებივით იყვნენ ხარცალი კალოშით მოვიდნენ და ბინები მანქანები იყიდეს კაცო და დაფინანსება ხელისუფლების ჰქონდათ და აქციას რო ატარებდნენ ხელისუფლება უშვებდა მაგათ აქციებზე ხალხს ყველაფერს ხო საზღვარი აქვს მართლა
და ასაღებდნენ ჩვენი მხარდამჭერები. რატო არ ვიღაცის უფლება თუ შეიზღუდა, ვიღაცა თუ დაჩაგრულია, გამოიყვანეთ ერთი თქვენი მხარდამჭერები, დაგვანახეთ ერთი ვინ ახართ, რა ხართ. რა დაგვანახეთ ერთი, აი, რომ ბაქიბუქობთ რა. შეიძლება ხალხო ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი, ქვეყნის მტრების გვერდზე დადგომა ყოფილა კარგი და თუ ხელისუფლებას, რომელსაც ამერიკა დასავლეთი ებრძვის, შენ ხელისუფლებას გვერდში დაუდგები, ეს ყოფილა ცუდი. ზვიად გამსახურდია, ჰქონდა ძალიან ბევრი შეცდომა საკადრო. და დავინახე ჩვენ ეხა კიტოვას რო დანიშნავდა, სიგუას დანიშნავ, ადამიანი ხო შეცდომაა, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო, ქართველი ხალხია, უნდა ამდღარიყო და ზურგი ექცია გამსახურდიასთვის. ეხა მე არც ვადარებ გამსახურდიას ამ ხელისუფლებას და არ ვადარებ იმ ხალხს, მაშინ ვინც იყო ამ ხალხს, იმიტომ რომ შეიცვალა ის, მაგრამ ბიჭო, ესეთი რა არ ვიცი რა, ხალხი ისე გაოგნებული ვარ. ბევრი ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებდა, ერთად ვიყავი, ისეთ რაღაცას დაწეს, ჭუიდან გადახვალ, ესე იგი. ნამუსი მაინც აღარა გაქვთ, თქვენ კაი ხალხო. ნამუსი. მე როგორც ვიყავი 3 წელია გორში, ისე ვარ გორის სტუდიიდან მაუწყებლობ. მე არც მილიონები მიმიღია, არც რაიმე პრივილეგიები მიმიღია. აქ მოვდივარ იმისთვის, რომ ესე იგი რაღაცა სიმართლე უთხრა საზოგადოებას. ბევრ ჩემი რეიტინგი აღიზიანებთ, გესმის? ილაპარაკოს სიმართლე და მაგას ეკნებათ რეიტინგი. ბევრმა ისიც თქვა, რომ აი ეს რეიტინგს ყინულობს რაღაცაო რა. მე არ ვიცი, აი ყველა იმ ძალისთვის, რომელიც რაღაცა ვითომ ძალით პატრიოტული თუ ძალით ეროვნულია, ხელის გაწვის მეტი არაფერი არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ყოველთვის გვერდში ვედექი ამხო. დღეს გამოდიან და მტრების გვერდით განან, კაცო რა. აი გველმა ტყავი გაიხადაო და გაიძრო და გაძრობილი ტყა. რა გიდათ მიხედეთ საქმეს რა. მერე რა უბედურება ეს როგორ იქცა, ესე იგი პოლიტიკური პარტია ზის, ესე იგი სტუდიაში და მათი საქმიანობის ძირითადი წყარო ის არის, რომ დაჯდებიან დღე-დაღამე ტელევიზორში და იმით არის ეს არის საქმე. ბიჭო, პარტია თუ ხარ, წადი ხალხში გაიერე საქმე გააკეთებ. მე პარტია რომ მქონდეს, რა გამაჩერებს იქა სტუდიაში. თქვენ პარტია ხო გქონდათ ლეიბორისტები, ხულს იჯეკით სტუდიებში, კაცო მარტო სტუდიებში. მე მართლა სიმართლე რო გითხრათ, აი იგივე ეხა ვერ დაუკარგავ ეხლა იმ პარტიას ის რომ იქ რა ქვია სწავლის საფასურიო, ბაღებიო, თემებიო, უამრავი საკითხი გადაწყვიტეთ, ხო? მე ჩვენ ვაკეთებდით ამას, მე ვაკეთებდი. პარტია ეს არის, ზოგჯერ ჩვენც ეხა მეც პირადად რუსულ-ქართულ თემატიკაში, რასაც მე ვაკეთებ, ესეც პარტიული საქმიანობა, მივდივარ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, რაღაცა ინფორმაციებს ვაწვდი, უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, რომლებიც ქართულ-ოსურ ურთიერთობის დათმობასთვის ხელს უწყობ, მივდივარ უამრავი სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლები მყავს, სტუმრად რომლებიც უკვე თვლიან რომ აქ მედიაც მარტო ისეთი არ არის ანტირუსული განწყობილი და არის სხვა მედიებიც. ჩავდივარ იქ ველაპარაკები რუსებს, როდესაც კონგრესებზე, კონფერენციებზე. ეს არის პარტიული საქმიანობა და ზიან წამოჭიმული, წამოკოტრიალებული, ლაგინებენ, ლანძღავენ ხალხს, თათხავენ. წადი შვილო გეხები, გადი, რაც გინდა ისქენი თავში გვაგიხლია რა. რა გინდა, ვინ ახარ, ვის დაკარგვი ხარ რა. ერთი ვიღაცას გააკრიტიკებ, მე დაგაბრალებენ, აიო ჩვენო არჩევნებში იმიტომ წავაკეთო ვიღაცამ გაგვაგდო. თქვენ თუ ასეთი უსუსურები ხართ, რომ ვიღაცის კრიტიკით ვერ ხვდებით პარლამენტში, წადით ბიძიკო და წადით ქუჩაში გაიარეთ რა. ესე გაგიგია ხალხო, ესე იგი ხელისუფლებას თუ გვერდში დაუდექი, როდესაც დასავლეთი და ამერიკა ურტყამს ხელისუფლებას, ეს ყოფილა თურმე ცუდი ტონი და წიხს რო დააჭერდა ბოდიში და სოდომისტების გვერდში რო დადგები და იმის გვერდში ეს ყოფილა კარგი, გესმით თქვენ? ხო, ნუ რეიტინგს მოპოვება უნდა ბატონო ნიკოლოზ და თქვენ რო ამბობთ ეხლა რომ რეიტინგიო შურთო, ზოგსო, ჩემი ტელევიზიისო, ჩემი ტელეკომპანიისო. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ რეიტინგი კრიტიკით მოიპოვება, სიმართლის თქმით მოიპოვება რეიტინგი. მაგალითად ათასობით ადამიანი გვიყურებს. Facebook-ში დაბლოკილი ვართ, აი ჯორჯერ ფიქრობდი რომ Facebook-ით გაშვებას აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ მუდმივად, ესე იგი, აი ჩვენი ის ეხლა რო აკრიფოთ თქვენ ტელეკომპანიას სეზონი უკვე დავიწყე ჩვენ მაუწყებლობა. ვერ ნახავთ ჩვენ ტელეკომპანიას. ძალიანაც რო გინდოდეთ ვერ ნახავთ. მაგრამ მაინც გავუშვით, იმიტომ რომ ზოგიერთს მაინც შეიძლება გამოწერილი კონდეს და რაღაცა და ყველა პლატფორმაზე ვარ წარმოდგენილი, კონტაქტეზეც, ტელეგრამზეც, YouTube-ზეც ვარ. აი მაგალითად რუსეთში YouTube-ზე უჭირთ და Facebook-ზე, იმიტომ რომ გავრცელება ჩახშობილია და გავუშვით იქ YouTube-ი არის, YouTube-ის მაგივრად.
და ესე იგი არ ვიცი ყოველდღიურად ეხა YouTube-ზე 2-3000 კაცი და ტელევიზორში რამდენი გვიყურებს და იქაც რუსეთში აი ხალხი მოდიოდა და აი სხვადასხვა პლატფორმებით არის რაღაცა აპლიკაციებით უყურებენ და აქ საქართველოს ეს ხო საუბარი ზედმეტი არის ჩვენ შრომობ და ვიღაცას რა გონია ბატონო ესი რომ ვიღაცას რომ შეურაცხყოფას მიაყენებ მე ის ხალხი შენთან წამოვა პირიქით აი რაც უფრო მეც გაგვლანძღავთ რაც უფრო მეტ შირქს მოგცემთ რაც უფრო მეტ ტალახს ისვრით მით უფრო მეტი ადამიანი გადმოდის და თან მე რას მებჭვით მე ერთი კაცი ვარ აქ კაცო წაადით შვილო გაიარეთ თავშიც გვაიხალეთ რაც გინდათ ის გააკეთეთ რა გესვით მე ვიყო ვითომ აქ რაღაცა პრეზიდენტი პრემიერი ალ მაგათბეც მევწვითავდე გესვით თქვენ რა საერთოდ არც მინდა არ გამოდიან გესვით და ლაფს გესვრიან ესე იგი იმ ხალხს რომლებიც ესე იგი თქვა ბიძინა ივანიშვილს ამაქსზე ლაპარაკობენ იმათ ესე იგი თურმე ისინი მოღალატეები არიან მოღალატეებიც ახარ და ნაძირლებიც ახარ ვინც ასე ფიქრობთ რა უბედურებაა ესა ვერ გავიგე ყველა აზრს უნდა სე პატივი ხო თურმე ჩვენ რო ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ რომ ამ კაცმა შეუნა აბა ეხა ბიძინა ივანიშვილი რო არ იყოს ხო ჩამოიშლებოდა ეს ხელისუფლება არ ჩამოიშლებოდა